მე ერთი რამ ვიცი და ღრმად მწამს. ამას ვამბობ ყველას გასაგონად. საკუთარი ქვეყანა როცა გიყვარს და ასეთები იყვნენ ჩვენი უზენაესი ხელისუფალნი მეფეები, ისინი ყოველთვის პოულობდნენ გამოსავალს და დგავდნენ ნაბიჯს. ისინი უყურეთ როგორ არის, ისინი მემკვიდრეობით ფლობდნენ ამ მიწებს. ისინი არ ფიქრობდნენ იმაზე 4 წელს მერე დავჩები, არ დავჩები, როგორ იქნება, ვინ ამირჩევს, ვინ არ ამირჩევს. ისინი უყურებდნენ ამ ქვეყანას როგორც საკუთარს, აი როგორც ახლა რომელიც ჩვენ დავკარგეთ სამწუხაროდ და მეუფემ ბრძანა და ეს საუბრების ალბათ სწორედ იმას ემსახურება, რომ ჩვენ ცოტა გამოვიღვიძოთ, ქართველებმა გამოვიღვიძოთ და მივხვდეთ, რომ ეს არის ჩვენი სამშობლო. რომ ჩემი მარტო ის ჩემი სამოთახიანი ბინაკი არ არის, რომელსაც თავს ვებლები და ვასუფთავებ, უვლი, ვალამაზებ და არა, მთელი საქართველო ჩემია. და მე უნდა მივხედო, თქვენ თითოეულმა მათგანმა და აი მაშინ იქნება ეს ქვეყანა ფეხზე დამდგარი. ქვეყანამ ნახა მარცხი, დაკარგა ტერიტორიები და ქართლის ცხოვრების ავტორი ეხლაც მბურძლავს. თავის 67 წლისა ვარ და ასეთ რამეს რო ვკითხულობ, ემოციის გარეშე ვერ ვძლებ. და არ შემიძლია. და იყო გლოვა და წუხილი ყოველთა ქართველთა ზედა. ეხლა მითხარით, ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები. მე თვითონ ვიყავი აფხაზეთში, ცხინვალშიც ვიყავი. ვინ გაიგო ეს ომი? მარტო იმათმა ოჯახებმა, ვინც იქ იყო. დანარჩენის ოჯახებმა გაიგეს. ეს არის გლოვა და წუხილი ყოველთა ქართველთა ზედა. ამიტომ სიხარულით საერთო უნდა გქონდეს, წუხილით საერთო უნდა გქონდეს და იმაზე არ უნდა ვფიქრობდე, რომ დღეს ვიღაცისთვის სასიამოვნოდ მოვიქცე. მე უნდა მოვიქცე ისე, როგორც ამ ქვეყანას არგებს დღეს. ხვალ სხვა რამე არგებს, ხვალ სხვანაირად უნდა მოვიქცე.